სახელმწიფო ჩარევა ბიზნესის საქმეში სწორად მიგაჩნია. ზოგადად პოსტიც გავრცელდა ხაბეიშვილის ჩანაწერით, სადაც ის საუბრობდა სავარაუდო დანაშაულზე, თუმცა გუშინ ვნახეთ პროკურატურამ თქვა, რომ სავარაუდოდ კონცენტრებიდან ფინანსებოდნენ მედიები და ოპოზიციური ძალები. ან როგორ შეფასებით? ხო, იმაზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ხარ, რაც მოვისმინეთ, ხო, უბრალოდ რა თქმა უნდა, ადამიანურად გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ ადამიან, რომელთან ერთად წლების განმავლობაში ვიბრძოდით, რა ვიცი, ძალიან დიდ დროს ვატარებდით. ერთად გუნდის წევრი იყო და რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ზოგადად ფაქტი, დანარჩენი არ ვიცი, ხა დავიწყოთ. აი, კახაგვანცელაძე, ვერივე უწყების დაქვემდებარებაში რომამდენი პუბლიკაცდებოდა წლების განმავლობაში. მონაწილეობდა კახაგვანცელაძე. ერთი და იგივე თემაზე გეკითხებით. ვიპასუხეთ, თქვენ უწყებას დაქვემდებარებოდა. ბატონო კახა, ხო გესმით? ერთი ძამშვილი შეიძლება გითხარით. თქვენ იცოდით, თქვენს დაქვემდებარებაში იყო უწყება ამოტივტივდა დაველოდოთ თუ როგორც არ იმართება გამოძიება ზოგადად საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაგროვდა, ბევრი კითხვა არსებობს და დარწმუნებული ვარ ყველას და ყველაფერს გაიცემა შესაბამისად. კახაგვანცელაძე საუბარი, რატომ არ გინდა გლიკა ბოდიში რა ამოვწუროთ ეს თემა თუ შეიძლება. რას ნიშნავს არ მინდა კითხვა არ დაგისვათ. კახაგვანცელაძე, როგორ ბოდიში, ბატონ კახი, საქმის კურსში იყავით თუ არა რომ თაღლით და მეუბნებით რომ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გწევს და არა მეუთხედ გისვამთ იგივე კითხვა. ვესაუბრები ადამიანს და ორივე ერთად რანაირად გესაუბრებთ. კი ბატონო, აი ახლა გკითხავთ მაშინ. თქვენ იყავით თუ არა საქმის კურსში რომ კახაგვანცელაძე იყო ჩართული თაღლითურ სქემებში? არ ყოფილვართ, რო ყოფილიყავით, ამას მოყვებოდა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება. თქვენი არის ბატონო კახა ეს თქვენს დაქვემდებარებაში მისი უწყება. კი, რა თქმა უნდა, არის მერის დაქვემდებარებაში არის. ასევე თქვენი დანიშნული არის დირექტორის თანამდებობაზე კახაგვანცელაძე, როგორც ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები 30000-მდე თანამშრომელი. ეხლა თუ ვინმე დანაშაულს ნახეთ, პოზიციაზე იყო, ხელმძღვანელობდა. თუნდაც ჩემი დანიშნული იყოს, ხო, ადამიანი თუ ჩადის დანაშაულს, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. თუ მას დანაშაული აქვს ჩადენა. კომისიამ ჩაატარა მომდებარებაში ბაგაბაღების საქმიანობასთან დაკავშირებით და ვერაფერი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. განმავლობაში პარავდა ბავშვების ყვების ფულს ეს ადამიანი. კიდევ ერთხელ თუ ვინმეს დანაშაული აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა პირი, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. თქვენი პასუხი მე გახლავართ დედაქალაქის მერი. უწყებაში არის 30000 თანამშრომელი. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? ყველას გადაცდომაზე პასუხისმგებლობას გრძნობთ. ყველაფერზე ამბობთ რომ თქვენ დედაქალაქის მერი ხართ. თქვენ ამბობთ რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ. შუაში კი არა, თავში ხართ, ხელმძღვანელი პირი ხართ. ეს თქვენ გინდათ ასე რომ იყოს, მაგრამ პრობლემა ისეთ რა არის, თქვენ ვერ მწვდებით ვერანაირად პოლიტიკურად ყოველთვის განადგურებთ პოლიტიკურად მანადგურებთ შესაბამისად ხართ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ხარ თუ არის კორუფცია ამას შესაბამისი უწყებები იძიებს არსებობს შესაბამისი სამსახურები მუნიციპალიტეტს მერი აქვს არ აქვს იმის შესაძლებლობა მე რომ კონდეს ჩემს დაქვემდებარებაში რო იყოს შესაბამისი საგამოძიებო უწყებები რა თქმა უნდა ამას მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება თუ ვინმე ჩადის დანაშაულს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ თანამშრომელს უწყებაში მომუშავეს რა თქმა უნდა ყველა აგებს კანონის წინაშე ჩადენილ საგამოძიებო ორგანოებთან თუ დაგიბარებენ გამოკითხვაზე და ელოდებით თუ არა რომ დაგიბარებენ გამოკითხვაზე ბატონო კახი მასალების ცენზურას ახდენდნენ და ერთ-ერთი მათგანი არის ყოფილი ევროკომისარი აღნიშნულ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება და ამბობს რომ შტატების გადაწყვეტილებას გმობს და ამბობს რომ ევროპის ხალხი არის სუვერენული და არ დაუშვებენ რომ მათი ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები დააწესოს სხვამ ანუ ეს რას ნიშნავს თქვენ ანუ ევროპა აწესებს ანუ დეპარტამენტმა ამერიკაში შესვლა აუკრძალა 5 პირს რომლებიც ამერიკულ
ონლაინ პლატფორმაზე მასალების ცენზურას ახდენდნენ. ერთ-ერთი არის ევროკომისიის წევრი და მოკლედ აღნიშნულ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხმაურება და ჩვენ ქვეყანას აკრიტიკებენ და ამ დროს ევროპელები საქცილებიან ამერიკის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, ხო? ისკენად ჩვენ მოგვიწოდებენ, თვითონ აკეთებენ, ის რაც ჩვენთვის თურმე არ შეიძლება, მათთვის შესაძლებელია და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ამ დამოკიდებულებასთან, რომ არის კავშირში და საზოგადოება დღეს უკვე ნათლად ხედავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას აუხსნა, რომ ყველაზე მთავარი არის ჩვენ განვახორციელოთ, გავაკეთოთ და გავატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ხმალინდელისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თქვენ როგორც ხედავთ, ყველა გამოდის თავიანთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მოქმედებს ისე, როგორც საკუთარ ქვეყანას ჭირდება, საკუთარ ხალხს ჭირდება და იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც. ფასების რეგულირებას ვიუბრუნდეთ, რა თუ შეიძლება ახლა გახსენდეთ და სახელმწიფო რომერევა ბიზნესის საქმეში ეს ნორმალურად მიგაჩნია. ერთმანეთს ხო შეგიძლია? წეგერ ამბობთ, რომ ფასები უნდა დავარეგულიროთ. ძალიან დიდი ხანია ფასების პრობლემა დგას ამ ქვეყანაში, მაგრამ არ ვიცი ინფლაცია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეკონომიკურ ნაწილში ალბათ ცალკე საკითხია. ბიზნესის საქმეში რომ ესე ჩაერავა სახელმწიფო და არ ვიცი სამართალდამცველებს მიუგზავნით სუპერმარკეტებს ეს გქონიათ ბიზნეს საქმეში რატომ უნდა ჩაერიოს? თუ არსებობს კარტელური, ნახეთ, ეს ხო ზეპირი საუბარი არ არის. ჩატარდა გარკვეული კვლევები, გარკვეული მოძიებები მოხდა პროდუქტების ფასების, რა ფასად შემოდის, როგორ ხდება შემდეგ უკვე ქსელებში განაწილება, რა ფასებია. ეს ყველაფერი გამოკვლეულია და ეჭვი არის ხომ არა გვაქვს საქმე კარტელულ გარიგებასთან. თქვენ იმის მაგივრად რომ ემხრობოდეთ ამას და თავისუფალი ბიზნესის პრინციპები აღარ მუშაობს ამ ქვეყანაში ბატონო. ემხრობოდეთ ამას და მხარს უჭერდეთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ნახეთ როგორ იქცევით და ეს მარტო ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის. ყველაფერი რაც უკანონობასთან არის დაკავშირებული, ყველაფერი რაც სიზულვილის გაღვივებასთან არის დაკავშირებული და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საქმესთან არის დაკავშირებული, ხართ იქ და იმ მხარეს. ეს ძალიან აგროხაბითაც დაინტერესდები. ბექაურის ორი ნაბიჯითაც და აგროხაბითაც დაინტერესდები, მაინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის სახელებს და იმებს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის თავარია ის, რაც აწუხებს მოსახლეობას აღნიშნული მიმართულებით, იყოს მოწესრიგებული და იყოს მოგვარებული. რამდენიმე არ ბიზნეს არ ვეხებ, როგორ დღემდე ბიზნესის თვალსაზრისით პრობლემა ნახეთ. აღარ არის ის დრო. დაივიწყოთ, აღარ არის თქვენი დრო. რასაც უშვებოდით ბიზნეს, როგორ ეპყრობოდით, როგორ ანადგურებდით, როგორ ატერორებდით. მორჩა, დამთავრდა, აღარ არის. დღეს სხვა საქართველოა. გაითავისეთ ეს. ეს აბსოლუტურად სხვანაირ საქართველოში ცხოვრობთ და ბიზნესი არის თავისუფალი და ის პრობლემა რომელიც აწუხებს მოსახლეობას ჭირდება რეგულირება, ჭირდება მოწესრიგება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ერთ კონკრეტულ ბოდიში ხა მართლა მაცადე. ერთ კონკრეტულ თემაზე მაქვს რამდენიმე კითხვა და თუ შეიძლება დამას მევინეთ. პირველ რიგში კახა გვანცელაძესთან დაკავშირებით მაინტერესებს. ადასტურებთ თუ არა რომ ის თქვენი კადრი იყო, რა ურთიერთობა გქონდათ კახა გვანცელაძესთან? აღიარებთ თუ არა რომ თქვენ დანიშნეთ დირექტორის პოზიციაზე. თქვენი მიყვანილი არის თუ არა? არა, მე მერიაში რომ მივედი კახა გვანცელაძე დავხვდა იქ მუშაობა. კახა გვანცელაძესთან ახლო ურთიერთობა მე არ ვყავს კადრები. თუ არა? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ადამიანებს ნიშნავს სხვადასხვა თანამდებობაზე, გამოდივარ ისევ და ისევ მათი საქმიანობის შეფასებით, პროფესიონალიზმით და ასე შემდეგ. სიპარავდა და ახლა განსელაძე მე როდესაც გავხდი 2017 წელს დედაქალაქის მერი, მუშაობდა მუნიციპალიტეტის რომელიღაც სამსახურში არ. მის საქმიანობაში გამოგწონდათ, როდესაც გამოძიებამ დაადგინა, რომ თაღლითურ სქემებში იყო კახა გვანცელაძე ჩართული და ასევე სხვა მისი თანამშრომლებიც ბაღების სააგენტოში. მოდი უდანაშაულობის პრეზუმპციას მოდავარღოთ, ხო? ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიებას წინასწარ, ეხა გავაკეთებთ რაიმე განცხადებას და განმარტებას. ლიუაშვილის შემდგომში ასევე მაინტერესებს თბილისის საკრებულოს ყველა ადამიანის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა არის პრინციპულად. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასვნას იცნობთ თუ არა, რომელმაც მოიკლია ბაგა-ბაღების სააგენტოს საქმიანობა და ვერაფერი კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
ამ დოკუმენტს ხელს აწერს ჩვენც არა გვაქვს ინფორმაცია, რომელიც დაწინაურდა მოგვიანებით და ახლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არის. ჩვენც ნახეთ, ჩვენც არა გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე კანონდარღვევა იყო ტენდერის ჩატარების პროცესში. იმის უკან რა იდგა, რა იყო? მე არა მაქვს ამასთან დაკავშირებული. არ ვიცი, ვერ დადგება რომ იპარავდა რეალურად ეს ადამიანი ფულს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვინ აიღებს იმაზე რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ ფულს რა თქმა უნდა, იპარავდა. ვინც დანაშაული ჩაიდინა და ვინც დანაშაული ჩადის, ის კანონის თქვენ წინაშე როგორც აგებს. მაკონტროლებელი ბატონო მე არ ვარ მაკონტროლებელი, კაცო, ამის მაკონტროლებელი არის შესაბამისი უწყებები. საიტი როგორ არ ხართ მაკონტროლებელი? თბილისის მერის დაქვემდებარების ფუნქცია ქვეშ არ არის. შიდა არა, ბატონო, 30,000-მდე თანამშრომელია მუნიციპალიტეტში. რომ აკონტროლოს შესაბამისად, თუ ვინმე ჩადის დანაშაულს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და აგოს პასუხი. არაერთი გაფრთხილება იყო პრევენციის სახით გაკეთებული მთავრობის ხდომებზე მათ შორის, რომ გადაცდენა და კანონსაწინააღმდეგო გადადგმული ნაბიჯები არ დარჩებოდა ის ყველაფერს მოყვებოდა რეაგირება. რაც შეეხება დავამთავრებ უკაცრავად, რაც შეეხება გვანცელაძეს ამ გამოცხადებულ და ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. მე ერთი რამ ვიცით, რომ ტენდერები ტარდებოდა სწორად. თუ იმის უკან რაიმე იმალება და აქვს საგამოძიებო უწყებები, ну ეს არ ვიცი, დაველოდოთ გამოძიებას. არ არის არ ვიცი, თბილისის ნახოთ, მერის, დაველოდოთ. როდესაც მანიფესტაციის კანონზე უნდა კითხოთ საიტზე აღსრულება გზის გადაკეთებას ასევე და აი დაიბარეს გამოკითხვაზე ელოდებით რომ დაგიბარებენ ამ საქმეზე ბატონო კახი ამაზეც არ ვიცი, მიპასუხეთ რა თუ უნდა ვინ უნდა შეიძლება. გაერთიანდეს. ну განადგურებული, გაუბედურებულები არიან. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა და რეალობა, რომ ოპოზიცია არ არსებობს. ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჯანსაღი ოპონირება, ოპოზიციური პარტიების არსებობა ქვეყნის განვითარებისთვის, ის რომ ხელისუფლება ფორმაში იყოს, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ის ადამიანები, ვიზეთ საუბრობ, ეს არის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გარედან იმართებიან, მათ საერთოდ არ აინტერესებს, ქვეყნის ინტერესი აქვს საუბარი არ არის. მათ ყავთ თავიანთი პატრონები და მზად არიან თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ წავიდნენ, გადადგან ნაბიჯები და ამის არაერთი მაგალითი არსებობს, რაზეც თვითონ პირდაპირ საუბრობდნენ, ხო? პირდაპირ ღალატს ჩადიოდნენ და ქვეყნის წინააღმდეგ დაამდნენ ნაბიჯებს. ის რომ ვიზა ლიბერალიზაციაზე ხელი არ მოგვეწერა, ის რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და პირდაპირ ამით ამაყობდნენ, გამოდიოდნენ, რომ თურმე ქვეყანას სანქციები უნდა დაუწესონ და ასე შემდეგ. ბატონ კახი საკრებულო ორგანოებიდან ვინმე დაგიკავშირდა თუ არა ამ შავი და დაიბარეს ყველა ადამიანები. სისულელეა რომ დაგიბაროს გამოკითხვაზე მერეც იტყვით რომ სისულელე იყო ეს ადამიანები, რომლებიც რუსთაველის გამზერზე იკრიბებიან მთელი ამ დროის განმავლობაში. ისინი დაიბარეს უკვე ხვალ გზის გადაკეტვის გამო და ვეღარ გამართავენ აქციას. გითხარით, სად უნდა გამართონ აქცია? სად უნდა გადაკეთონ? გზა არ უნდა გადაკეთონ, მე ბევრჯერ მითქვია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. შეიძლება ვიღაცას აქვს განსხვავებული მოსაზრება და მე ყველას აზრს პატივცემ, განსხვავებით მათგან, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს და რადიკალური იყოს, მაგრამ ის ქმედებები, რასაც ისინი ჩადიან, კატეგორიულად მიუღებელია. ანუ მე თუ რაღაცა არ მომწონს, ამის სხვისი უფლებები ხო უნდა დავაზიანოთ. პატარა დაჯგუფება, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, არ უნდა შეუფნას დისკომფორტი საზოგადოების დიდ მასას. ეს არის ძალიან მაგარი. ბატონ კახი, ერთი კითხვა. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ რომ ვერ დაადგინა ის, რომ ფულის ფლანგვას ჰქონდა ადგილი ბაღების სააგენტოში. ამაზე ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ხო გიპასუხეთ მაგაზე. რა მიპასუხეთ ბატონ კახი? რაც გიპასუხეთ, ეხლა ხო დამისვით ეგ შეკითხვა და გიპასუხეთ მაგაზე, რომ რაც შეეხება ჩატარებულ ტენდერებს, რაც იყო ბაღებთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი კითხვის ნიშანი არ გქონდა. ხო და რომ არ გქონდათ მაგაშია საქმე. იმიტომ რომ არ გამოვლინდა, რასაც ჩვენ ხედავდით, ყველაფერი იმართებოდა სწორად. თუ ამის უკან დაადგინა. ხო და მაგას გეუბნებით. თუ ამის უკან რაღაცეები ხდებოდა და რაღაცეები არასწორად იყო. აველოდოთ გამოძიებას ამ მიმართულებით. აი ლევან ჯაფარიძე დედაქალაქის მერის მოადგილე რო გაიაზრო. რო გაიაზროთ, გამოგადგებათ ეს. გამოგადგებათ ეს. ვის არ მოადგენთ თქვენ? რომელ ტელევიზიას არ? მე პირველიდან ვარ. всё ყველაფერი ნათქვამია ამით და გამოგადგებათ. ვერც მერის მოადგილე, ვერც სხვა რომელიღაცა ჩვენი სამსახური არ აქვს იმის მოუფლება, მოსილება, რომ საგამოძიებო
სამოუწიებო მოქმედებები აწარმოებენ. ჩვენ არ გვაქვს ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. არ გაგიგიათ რომ აუდიტის სამსახური გყავთ უწყებაში? ხომ გყავთ? რა თქმა უნდა, მაგაზე დამისვა შეკითხვა. სრული შემოწმებები რომ ატარეთ. მაგაზე დაისვა შეკითხვა. რო ყოფილიყო ამას მიეცემოდა რეაგირება. ანუ სამსახურეობრივ გულგრილობაზე ამას მიეცემოდა რეაგირება. არა, ნახეთ. რო გამოვლენილიყო. მაგას გეუბნებით, კარგი და რო გაიგო. როგორ არ მინდა რომ გავიგო, მიხურებ ისე რომ არ გესმის, რასაც გეუბნებით. რომ პასუხის არ გეუბნებით. ნახეთ, სკვერების გახსნაზე. ნახეთ, გეუბნებით იმას, რომ დანაშაული რომ გამოვლენილიყო, გამოევლინა აუდიტის სამსახურს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას მიეცემოდა შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევაში. იმიტომ რომ არ იყო იქ, არაფერი არ იყო. პროკურატურა იგონებს. არ იგონებს პროკურატურა, მე გეუბნებით რომ იმის უკან თუ კი რაიმე არსებობს, ამაზე მე არ მაქვს ინფორმაცია და ვერც ჩვენს რომელიმე თანამშრომელს ექნება, თუ კი რაიმე არსებობს იმის უკან და პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები არის იმისთვის, რომ აწარმოონ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით და დაველოდოთ. ლევან ჯოხარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას თუ არა, რომელიც დღეს არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და აქამდე სარევიზიო კომისიას სისულელეებს აურბა ახალგაზრდა. სისულელე რა არის? ის აწევს დოკუმენტს ხელს.